დღეს ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა, ფაქტობრივად ასევე გამოვიკვლიეთ ვიდეო მტკიცებულება, რომელიც თავისი შინაარსით, როგორც წინაზე გავაკეთეთ განცხადება, ფაქტობრივად არაფრის მომცემი არ არის, რადგან ის გამოსახულება 14 წუთიანი გამოსახულება, რომელშიც დაუდგენელია რეალურად ვინ არის გამოკვეთილი, ამ გამოსახულებას თან არ ახლავს ხმა, ანუ ვერბალური ნაწილი ფაქტობრივად არ აქვს. შესაბამისად, ძირითადი მტკიცებულება, რასაც ბრალდების მხარე ამბობდა, რომ დაადასტურებდა ზვია ცეცხლაძის ბრალეულობას და ფაქტობრივად ჩამოკიდა მთლიანობაში სისხლის სამართლის საქმე, ფაქტობრივად არ აქვს დღეის მდგომარეობით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალა, რომელიც თავის ხასიათით და შინაარსით გაურკვეველია, ვერ დაადასტურებს ზვია ცეცხლაძისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას. თქვენ გახსოვთ წინა სხდომებზე ჩვენ საკმაოდ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ვერც ერთმა გამოკვლეულმა მოწმემ, გამოკვლეულმა მტკიცებულებამ ვერ დაადასტურა ზვია ცეცხლაძისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, შესაბამისად ის ვიდეო მტკიცებულება, რომელსაც ბრალდების მხარე ელოდა და რომლის გამოკვლევასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევდა, ფაქტობრივად ამ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერაფერი დადასტურდა განსაკუთრებული. დღეის მდგომარეობით იმ ფარგლებში, როდესაც ბრალდების მხარეს უკვე ამოწურული აქვს და დასრულებული აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებების კვლევა, შეიძლება მთელი პასუხისმგებლობით ითქვას, რომ გონიურულ ეჭვმირმა სტანდარტით ბრალდების მხარეს არ აქვს დადასტურებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სამართლიან სასამართლოს პირობებში შეიძლება საფუძვლად დაედოს ზვია ცეცხლაძის მიმართ განაჩენის გამოტანას, გამომტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ვეფხია კასრაძეს, რომელსაც სახელმწიფო ედავება ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელობას და ორგანიზებას, კონკრეტული მტკიცებულებები ვერ იქნა წარდგენილი, რომელიც დაადასტურებს, რომ უშუალოდ ვეფხია კასრაძე ხელმძღვანელობდა რაიმეს ან დავალებებს გასცემდა. დღეს გამოძიების მთავარმა გამომძიებელმა, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არის უტყუარი და მან როგორც გამომძიებელმა აწარმოა ობიექტური და ყოველმხრივ რამის მომცველი გამოძიება, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული გამოძიება ჩატარდა კანონის დარღვევით და ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები დარჩა მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. გამომძიებელს როდესაც ვკითხეთ, რომ არსებობს თუ არა კონკრეტული დაზარალებული პირი, რომელმაც მიიღო დაზიანება კონკრეტულად ვეფხია კასრაძის ქმედებისგან. ან პირობითად ვეფხია კასრაძე, როდესაც უწევდა ორგანიზებას მათი თქმით, არსებობს თუ არა დამატებით სხვა მტკიცებულება, პირობითად სხვა ვიდეო მასალა, სხვა მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ საუბარს შეესწრო მაგალითად, ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, ფაქტი, მტკიცებულება არის თუ არა საქმეში, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ის შეთანხმებულად მოქმედებდა და ანაწილებდა როლებს კონკრეტულ ბრალდებულებთან. მსგავსი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი და არსენ ხუნაშვილმა გამომძიებელმა მან თქვა, რომ მან საჭიროდ არ ჩათვალა, რომ მაგალითად დაენიშნა აღნიშნული განეხორციელებინა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები. ბატონ არსენს დაუსვით კითხვები. დაკითხა თუ არა ერთი პირი მაინც, რომელიც პირდაპირ შემსწრი არის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მოქმედებების და ჩვენ ეს პიროვნებები დავუსახელთ. მან გვიპასუხა, რომ ესეთი პირი არ დაუკითხავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ იყო დაინტერესებული ჭეშმარიტების დადგენით. ასევე მან გითხრა, რომ ტრაექტორია და ნასროლი იყო მიმართული მაღლა და მან თქვა, რომ ფეიერვერკი ჯერ ჰაერში გაფრინდებოდა, მერე რკალს მოხაზავდა და შემდგომ დაეცემოდა პოლიციელებს, რაც ბუნებაში ესეთი რამე არ ხდება. აქედან გამომდინარე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ჩვენ მოვიყვანთ მოწმეებს, რომლებიც დაადასტურებენ ნიკოლოზ ჯავახიშვილის სიმართლეს, რომ მის მოქმედებებში დანაშაულებრივი ქმედება საერთოდ არ ვლინდება. მადლობა.